ომი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. გაცილებით უფრო დიდს, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ჩანს. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბრანისლავ სლავჩევი აღნიშნავს, კრემლი ომზე მშპ-ს დეკლარირებულ 7%-ზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ფარული ხარჯების გათვალისწინებით ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 30% გასაიდუმლოებულია. მთლიანი ხარჯები დაახლოებით 297 მილიარდ დოლარამდე, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 14%-მდე იზრდება. ამგვარად რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ილუზიაა, რომელიც ომის დროს ფარულ დაფინანსებაზეა აგებული. ბანკები თავდაცვის ინდუსტრიას იაფის სესხებით ამყარებენ, ამავდროულად კი სამოქალაქო ეკონომიკისთვის კრედიტების გაცემას ამკაცრებენ. წარმოებას ახშობენ და ფარულ ვალს ზრდიან. სლავჩევის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ეს სისტემა დაინგრევა. სამხედრო კონტრაქტების დაკარგვა საბანკო სექტორში უზარმაზარ ხვრელებს გამოავლენს, რაც მთავრობას გადასახადის გადამხდელებისა და სოციალური ხარჯების ხარჯზე მის გადარჩენას აიძულებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მოსკოვი ომის დასრულებას არ ჩქარობს. რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივიდან ომი უნდა გაგრძელდეს. შესაძლოა იგივე ითქვას ბრძოლის ველის პერსპექტივიდანაც. კრემლი აგრძელებს იმპერიული ომის ორი ძირითადი ხაზის გამოყენებას: მდგრადი საჰაერო თავდასხმები და დაუნდობელი ზეწოლა ფრონტის ხაზზე. პირველ საკითხთან დაკავშირებით უკრაინსკაია პრავდას თანახმად რუსეთმა ბოლო დროს შეცვალა ტაქტიკა უკრაინის ელექტროქსელის წინააღმდეგ. სხვადასხვა რეგიონებზე მაღალი ინტენსივობის დარტყმებიდან გადავიდა კონკრეტული რეგიონების ელექტრომომარაგების მეთოდურ განადგურების კამპანიაზე. ძირითადი სამიზნეებია საზღვრო ოლქები, როგორიცაა სუმი და ჩერნიგოვი, ასევე ხარკოვი, ზაპოროჟია და ნიკოლაევი. თავდასხმები როგორც წესი იწყება 10-40 დრონის ხროვით, რასაც მოჰყვება სარაკეტო დარტყმები. კრემლის მიზანია დომინოს ეფექტის გამოწვევა. უკრაინის ელექტროგადამცემი ქსელის ორ ზონად გაყოფა: ენერგომოხმარების ნაკლებობის მქონე აღმოსავლეთი და ჭარბი ენერგომოხმარების დასავლეთი, რომლებიც მხოლოდ დაზიანებული გადამცემი ხაზებით იქნებიან დაკავშირებული. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ოფიციალური პირები ემზადებიან შესაძლო ცვალებადი გათიშვებისთვისაც. 4 საათი ელექტროენერგიის გარეშე, 2 საათი ელექტროენერგიით. ეს რა თქმა უნდა რეგიონების მიხედვით. პრობლემა ის არის, რომ უკრაინის თავდაცვითი მზადება საკმაოდ მდორეა. დაახლოებით 80 მაღალი ძაბვის ქვესადგურის უზრუნველყოფის პროგრამა დაუმთავრებელი რჩება. პერსონალის გადაადგილებისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დავების ფონზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კვლავ ვერ აკმაყოფილებს ქვეყნისთვის გადაუდებელ საჭიროებებს. ამავდროულად ფრონტის ხაზი ასევე მძიმე სურათს გვთავაზობს. შედარებით 7 სექტემბრის შემდეგ ოქტომბერი 2022 წლის შემდეგ უკრაინის შეერაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულ თვედ იქცა. სიტუაცია სავალალოა, განსაკუთრებით პოკროვსკის გარშემო, რომელიც ამჟამად რუსეთის მთავარი შეტევის ცენტრია.